ოჯახდებერო ოჩა. შენ ერთადერთი კაცი ხარ ამ ქალაქში, ვისაც თავისუფლად შეიძლება ადამიანი ენდოს. თუმცა მთელი შენი ცხოვრება ხომ ამისი ბრწყინვალე მაგალითია. მე ვეწყი პატრონს. უნდა იცოდეს, რომ ყავს ასეთი ერთგული ხალხი. მაყოფილი ხარ? არა. მე კი მგონია შენი საქმე პირნახლად შეასრულე. შენ არ პრიალებს. ხელები თუ არ გეტყიდე, თუ არ გადახდები, არაფერი არ გამოვა. ნახევარი საათი კიდევ მჭირდება. ნახევარი საათი ბევრია. ნაბრძანებია 12 საათზე მოედანზე არავინ იყოს. შეხედე როგორ დამკუთხრია ტურტნელი ხელები. ჩაგდე წერილები და გაიარე. უარეს გეტყვი. ზოგიერთი წერილს იმიტომ აგდებს, რომ ხელი შეახოს და განიწმინდოს. მე თუ არ შეიძლება ამ წერილები დავადგინო ფილერები და სპინდალები და რა უნდა? არ შეიძლება. რატომ? ზოგიერთი წერილს ხელს არ აწევს. როგორ თუ ხელს არ აწევს? მომრავლდნენ ასეთების. მე რა ვიქულობ. რა მოხდა გიდი? რა მოხდა გიდი? წელს მიყავდა სადაც $5 იპარეო. რამდენი უნდა მოეცა? 100. $100 უნდა მოეცა. ასე გააძვირეთ? იცი რა ღირს ხორცი? რას მიყურე? იცი რა ღირს ხორცი ბაზარში? 100 ბანჯ ბევრია გიდი. მაგრამ შეხომ ძალიან კარგად იცი რომ ის სადისტია. როგორ თუ სადისტია? აბა ეხლავე გაე. შეკახპასე. ის რა სადისტია შენ კარგად იცი, ახლა მუყირი ხარ. ესე იგი $5 ასეთი კილია იტანოს არა? $100 რომელიც აფერზე თანახმა იქნებოდი. ის ვინ წელს მიყავდა სადაც $5. მართალია, მაგრამ დღეს ყველაფერი უნდა მოვიწმინო. ბიჭო, ტკივა და რა ვქნა? შედი. გადავახტევინე $100. შედი. კიდევ დამჭირდება იარაღის ხმარება. თავში ქოდი ხულია. იმედია ციხეში არ ჩამს. 12 საათამდე თუ მოედანზე კიდე გამოჩნდები, წოდე არც ეგარაცდება. შედი. ხელისუფლებას ემორჩილება. დაუმარჯო სოკროს კანიონს. ძილო. ჯახირო კაცი, მაგრამ ბოროტებასა და უზნეობას მაინც არ ზინავს. მაგრამ არაფერია. შორს არ არის ის დღე, როდესაც ფრივის მოწოდებანი პატრიოტიზებას ენაცნეობაზე ხთებს შეისხავს და გამარჯვებით დაგვირგვინდება. შეიძლება რომ მოჩი, დაახლა რომ შეგვიძლია. მე მაჩქარებს ხოს მიხედე. არავითარი გამონაკლისი. მართალია შენს თავისუფლებისათვის იმდენივე სისხლიდან დაღმილი, როგორც ხვევს, მაგრამ ხო ვხედავ. ეს სიკვდილის შემდეგაც ხელზეა ამხედრებული. შენ კი არ მომწონს შენი იუმორი. ბაჭი! მე ერთადერთ აქცევ პატვის სოცხლებსაც და მტრებსაც. მაშინ დავჩები და საქმეს ბოლომდე მივხედავ. დაჩვენოს გახსოვდეს 12 საათზე მოედანზე არავინ არ უნდა იყოს. 3 წელიწადია რაც ეს ძეგლი ააგეს. 3 წლის განმავლობაში ყოველ დღეს საპრეთ ვრეცხავ და ვაპრიალებ და დღეს მე ერთგულ ვეტერანს
რომელი ხარ? არასო! უნდა გამოხატიო, საიდან გაჩნდა ეს კაცი აქ? მიპასუხე, საიდან ახარ? ვინ ახარ? თორემ თქვით შუბს დაიყვედავ. საბირველია. რაში გჭირდება ჩემი სიკვდილი? ეგ შენი საქმე არ არის. ეგ ქალაქიც ამას ქვია. კლავენ და არც გეუბნებიან რატომ. როგორ ბედავ ჩვენს ქალაქს ესე ლაპარაკს? აი თვინებებერო. აქ როგორ მოხვედი? ფეხით. მარტო? მარტო. ტყუის? ადამიანებისა უნდა გჯეროდეს, მოხუცო. მით უმეტეს თუ ისეთ ქალაქში ცხოვრობ, რომელიც მაღალი ზნეობის ბურჯია. ტყვილი ეგ მარტო ვერ გადმოვიდი და უღელტა ხელს. აი რა. ნაბრძანებია 12 საათზე მოედანზე არავინ იყოს. ამიტომ აირჩიე. საპარიკმახერო თუ სალუნი. დაპარსვა არ მინდა, დალევაჯერ ადრია. მაშინ საროსკიპო. საროსკიპო. ო საროსკიპო. საროსკიპო. საუკეთესო კუბოები. მე აი ეს დაწესებულებულ პრობაცობს. დაწესებულება დაგეჭირია. არაფერი არ იცი. თუ მაინც და მაინც ჩვენი კუბოები მოგწონს, მე კუბოები აი ზემოთ. ჩიტუნებთან არის. ეს საქმის ვითარება ცუდის. თუ უღელტა ხელი გადმოიარა. შეუძლებელია. შეუძლებელია ქალაქში კი დაიარება. მოჩი დაამთავრებებერო. ქალაქში საერთო ხალხი დაიარება. ფოსების კი უბალამის სისხლი გამიყინო ზარგამში შენ კი დაიარება. არ თავმეტერას. ყველაფერი მზად გახლავთ პატრონო, სრული წესრიგია. მიგები სადარია. ადგილებზე ჩემ ძალებასები. იქ რა ხდება, იქაც ძალიან ჩოდრიჯება. რა თქმა უნდა. როგორც ყოველთვის. კარგია, დავიწყოთ. გაფრთხილებულები არიან დი. დაშ უნდა დასხო როგორც საჭიროა. გასწრებს ყარაგზა. ხალხს მე უყვარვარ. გაღმერთებელ პატრონო. ბოლოს და ბოლოს სამუშაოს მე ვაძლევ და ყველაფერ დანარჩენსაც მიიღებენ რა ქვია მომავალში. ისია. მადლიერება უბრალოდ მადლიერება მე სხვა არაფერი არ მინდა. აბა დავიწყოთ. იმერო Gentlemenebo, čemu tamamenana me, čemu taname mamuleno, taname mamuleno, taname mamuleno. Gentlemenebo, čemu taname mamuleno. ოქროს კანიონის მცხოვრებნო. ჩვენ დღეს კვლავ შევიკრიბენი ძეგლთან. დიხსა. ჩვენ დღეს კვლავ შევიკრიბენი ძეგლთან, რათა
პატივი ვცეთ იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც სიცოცხლე ხალხის თავისუფლებას ანაცვალა. ტაში კი არა, მქუხარე ხანგრძლივი ტაში. მრავალთა შორის მეც იარაღით ხელში ვიცავდი ხალხის ინტერესებს, მეც გმირის გვერდით ვიდექივით არც ამისი მეგობარი და თანამოსაგრე, კარგია, არაქ არ არის საჭირო ტაში. მიემაყება, რომ მისი ძეგლი აღმართულია ისეთ ქალაქში, როგორც ოქროს კანიონია, გამარჯვებული ზნეობის ქალაქში, სადაც ადამიანები მოყვაზე ფიქრსა და ზრუნვაში აღამებენ და ათენებენ, ქალაქში, სადაც ყოველგვარ ბოროტებას დაუნდობელი ომი გამოუცხადეს. ტაში არა, უბრალოდ ტაში. ბედნიერნი არიან ამ ძეგლის დამდგმელი ადამიანები, ხალხი, რომლებიც უღრმეს პატივს მიაგებენ გმირის ქვრივს და მის ბრძნულ რჩევადარიგებას. ბედნიერნი არიან ამ ქალაქის მცხოვრებნი, რამეთ უსაზღვროა მათი სიყვარული ყველას მიმართ, ვისაც ისინი ჭეშმარიტების გზით მიხავს სიწმინდისა და სინათლისაკენ. მას მოდით კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ქვრივის წინაშე, რომლის სიყვარული გმირის მიმართ ისე ცოცხალია, წუხარება ისე უსაზღვრო და ერთგულება ისე ურყევი, რომ თითქოს არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ძველებურა და გმირი კვლავ ჩვენთანაა, კვლავ გვიყვარს და ვერ თაყვანებით მას. და ეს სულ ასე ყოფილიყოს უკუნისამდე, დიდება ქვრივს, გუხარე ხანგრძლივი ტაში, გაისმის შეძახილები. გაუმარჯოს ქვრივს, გაუმარჯოს პატრონს. დიდება პატრონს. ოღონდის რეკენ ძალარებს არ დაატანოთ, ეს ყველაფერი ისე უნდა მოხდეს. გულწრფელად და ისე რეკენ მღელვარეთ და ისე რეკენ მხიარულად, ხალისიანად, რაც მთავარია ხალისიანად, და ეს არ უნდა დავიწყოთ. არ არის საჭირო ეს ნაღველი და სევდა, შორს ჩვენგან ეს ნაღველი და სევდა. მედი მომომიდათ, ბოლოს და ბოლოს მე ცოცხალი ვარ, ის არაფერი. ესე ვთქვათ, ეს არაფერი მენიცვალებულებს აღარაფერი აღარ ეშველებათ. ღმერთია მოწმე, ჩვენი მეგობრობა სამაგალითო იყო მთელს არმიაში, ის არაფერი, მაგრამ ის წარსულს ვერ მოაბრუნებ. უნდა ვიფიქროთ იმაზე ვამბობ წინ, რომ გვაქვს ის მომავალზე. ხო, მომავალზე. უნდა ვიფიქროთ მომავალზე. ამიტომ შორს ჩვენგან ეს ნაღველი და სევდა არ არის საჭირო, ეს ნაღველი და სევდა გესმის შერიფო? ტაში სულ ღიმილი დაგიკრავენ პატრონო. და კიდევ ცირის თქმა მინდა. ისინი ნუ იქნებიან ისე რას ვეძახით ისე კახტები? ხო, კახტები ნუ იქნებიან, იმიტომ რომ ქვრივს არ სიამოვნებს ეს კახტები. ჩვენ უზნეობასთან ბრძოლა ერთი წამითაც არ უნდა შევასუსტოთ, გესმის? მაპატიეთ პატრონო, ვერ მივხვდი, საერთოდ ქალაქში არ უნდა იყვნენ? არა, როგორ არ უნდა იყვნენ, უნდა იყვნენ და არ უნდა იყვნენ. გასაგები. და ეს რაც მთავარია, ტაში უნდა დასხმა როგორც საჭირო. უღელტეხილი როგორ გადმოიარა საინტერესოა. ეგ მეც მოოცებს, ის ჩანთა ხელში რო ეჭირა. როგორ? აქ იყო? სად არის? იცის თანხე, ძილი მოდია. მოდი, ეს საქმეს მიხედე. რამდენი კაცი ხავს? 20-მდე მოგროვდებიან. საკმარისია, ჯიმი, ახალი მითითება.
უნდა იყვირონ გრძნობით და რაც შეიძლება მხიარულად. შერიფო, კი მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ჯერ ხომ წლის თავია. პატრონი ხომ ცოცხალი ეს არ უნდა დავივიწყოთ. სადი წავარჯი შემთავარია იცოდნენ სად იყვირონ და ხალხი თვითონ აყვება. ჯიმი, ბრბოს დროზე უნდა უკარნახო და რასაც გინდა იმას იღრიადებს. დაიმახსოვრე ჩემგან. თვითონ საკათი მიეცი? არა 15. რატომ? ცხოვრება გაძვირდაო. მართალია, დაძვირდა. იმას რა ვუყო? არ გავასწავლო? რეგიონის საქმეა. ნახოთ ვინ არის, რა უნდა. წინ მთელი ღამეა მაგ საქმეს მე მოვიდე. წადი შენ საქმეს მიხელე. შერიფო, ისე რამე რომ იყოს, მე არ დაგავიწყდე. ადგილებზე. შევიღო! აი აქ $95 წამახლა. რა? $95. აი გიწია მოწმე. მე და ფული ვის მისცა? ეგ არ არის კარი. გიწი, შენ მოგცა? მე რა ქვიჩა? შენ გული პატრონი რა? თავისუფლებაზე ბევრს გავწირდი ვარ და ელემენტარულ უფლებებს კი მოკრებული ვარ. ხალხს თავისუფალ ქვეყანაშიაც არ უნდა ვაწყედი. ხალხს? ია, ხალხს. მე ხალხზე მე ლაპარაკები. ამის თანები არ უნდა იყვნენ ჩვენს ქალაქში და ერთთან წევიაცი ჩვენ. ოჩახ პიცი? ოჩახ. მაინც რა გაქვს ასეთი მათ ჩანთაში? ისეთი არაფერი. ძიმია? არც ისე. ძიმია, ძიმე. დავიდეთ კიცი. დავიდეთ. სამწუხაროდ ჩირაღდნები და მოზარემოტი რალნი არ გვეყოლება. არაფერია. სამაგიეროდ შემიძლია შემოგთავაზოთ აფრიკული ბაობაბის კუპა. სპილოს ვლით მოჭედილი. შესანიშნავი. ცოტა ძვირი დაგიჩნდება. საკმარისია? არა, ეს მეტიც იქნება თქვენ. არაფერია, იმ $100-საც დამიქვითავ, აი რომ წადარჩა. არა. თქვენ რა? ციდან ჩამოფრინდით? 900 იქიდან მოვედი. თქვენით მარტო? დიახ. მას თქვენ პირველი კაცი ყოფილიყავთ, ვინც აქ თავისით მოვიდა. რატო? რატომ და სხვა ყველა დანარჩენი აქ მოყვანილები ვართ? უღელტეხილის იქით რა ამბებია, რა ისმის სახელი? სამწუხაროდ ბევრს ვერაფერს გეშ. ჩემ ნუ გეშინიათ, აქაურობის არც მემჯერა. მაინც რა არ ჯერა? ეს მოწოდებები, ლოზუნგები, ბრტყელი ლაპარაკი, ზნეობაზე, მომავალზე, აღზრდაზე. მე ფხიზელი გონების კაცი ვარ და იმიტომ არ მჯერა, ყველაფერი აი ამისა.
რა მართალია ყველგან საშინელი ეპიდემიებია. რა ეპიდემია? აი ეგრეთ ვიცოდი რომ წვილი იყო. ომის ამბები როგორ ხარ? რომელი ომის? ბოლო ომისა სამხრეთელება. სულაც არ მეხუნდა. ომის 65-ში და აი ხედავთ? მთელი 2 წელიწადია. ტყილებით გვილაყებენ ტვინს. შეუძლებელია. ლინკოლნი? რა არის? არ მოუკლავთ. მოკლეს. მადლობა ღმერთს ეს მაინც გამოდგა მართალი. არა. სამწუხარო ამბებია, მაგრამ ჩვენი გაზეთები იმდენ ტყილებს აბრახუნებენ, ყველაფერი ამერდამერია. თქვენი დაბა დიდი ხანი არის. 3 წელია. გახურებული ომი იყო პატრონმა აქრო მოგიყვანა. ყველანი ერთად მოგიყვანათ? არა, ჯგუფ-ჯგუფად. თქვენ მართლა გაინტერესებთ ამ ზეგისამ? დიახ. მართლა არის ეს ვინ არის? არა, ხვდები, მაგრამ მინდა დავწმუნდე. აი ხლა. აი ეს ჩვენი ქვის მეუღლე იყო. პატრონის მეგობარია. ერთად იბრძოდნენ და აი ამ კაცის სახელი დაარსა პატრონმა ეს ქალაქი. სხვათა შორის ქვრივი დღემდე აი ამის მზეს ფიცულობს. მართლა? დაიფიცა მთელი ჩემი ცხოვრება შავებს არ გავიხდიო და ყოველ წელიწადს სიკვდილის თარიღს აღნიშნავს. აი ეს ქალაქის მხარში უდგას. ასე სურს პატრონს. პატრონის სიტყვა კი კანონია. რატომ? რატომ და ყველაფერი იმას ეკუთვნის? ბანკი, სალონი, მადანი, აი ეს ყველაფერი. თითეს საუკეთესო კუბოებიც? და არა, საუკეთესო კუბოები. დამოუკიდებელი წარმოება. ჩემი ბედიღბალი მხოლოდ მამაზე ციერის ნებაზე ხდება. მე რას გეუბნება მამაზე ციერი კეთილი თვალით გიყურებს? საყვედური არ მეხნის. გახსოვთ სანამ კიცის მევაჭრებოდი სალონში 2-ჯერ გაისროლეს. აქ კი მარჯვეთ ისვრია. ისი ახალგაზრდა კაცისათვის კუბოებით ვაჭრობა არც თუ ისე საპატიო საქმეა. რატომ? სანატრელი ჩიტის მოკლა თუ გინდა, მოხერხებულ ადგილას უნდა ჩაუსაფრთე და მოთმინებით ელოდო. მთელს ქალაქში ამაზე მოხერხებულ ადგილს ვერ სადარიბო. ასე. აი აქედან ყველაფერს ხედავ. ყველაფერი მაინც რომელი ჩიტის მოკლა გსურს? არის ერთი. და ეს მაგმა შემაჩვენოს შემსას თუ ვერ მივახცე. მე რას იზამ? მე ასვისამდე ერთხელ და სამუდამოდ მოვშორდები ამოხარ კუბოებს. ადრე თუ გვიან ერთი მათგანი მაინც დაგჭირდება და საკმაოდ კარგად. რა, მანამდე ყველაფერს მოასწრებ, რაც მინდა. მაინც რას მოასწრებ? რა გინდა? ძალაუფლება. აი მაშინ გაიგებენ ათაურები. ვინ ვაჭრობდი კუბოებით იმათ ქალაქში? პირველეს ყოვლის ალბათ $5 გააკეთებინებ. იმას რასაც დღეს $100 აკეთებენ, არცია ხომ? არა. ადრე თუ გვიან აივანზე გადმოვდგები და ვიქადაგებ სიწმინდესა და მაღალ ზნეობას. ხალხი კი გაუმარჯოს ყვირილით აიკლებს აქაურობა. ალბათ ეს ძალზედ სასიამოვნოა. და არის ხო უკეთესი ამ ქვეყნად? რისთვისაც სიცოცხლე აღირებოდა. აი, ცხენზე ამხედრებულა. გმირია, ხალხის თავისუფლება შესწირა სიცოცხლე. ხალხმა კი არის ის სიმართლე. გმირის შესახებ რა აზრი ქონდა ამის ცხოვრებას? ის დაიღუპა, სხვები კი მისგან მოპოვებული ძალაუფლებით კვებიან. თუ გაიმარჯვე არ უნდა მოკვდე. ძლიერნი არ იხოცებიან. მოდი ისევ კუბოებს მივხედოთ. მას როგორც შევთანხმდით, არნახული დაკრძალვის მოწმენი უნდა გავხო. როდის? 2 საათზე. თარიღი. დღეს. ბაობაბის კუბო ალბათ ძალზედ ლამაზი რამ არის. დიდებულია. ძველ ოსტატთან ახელავ საკონცერტო როიარსა. ჩინებულია. მაშავა ორამდე. მისამართი? ამ მოედანს რა ქვია? თავისუფლების მოედანი. თავისუფლების მოედანი. აი ეს საფრთხე რომელია? პირველი? ხოდა მისამართიც ეგ იქნება, თავისუფლების მოედანი, სახლი პირველი. ვისვა საფლავი? Gentlemen, რომელ
რომელსაც ამ ქალაქში პატრონს ეძახიან. მაგრამ ის ხომ ცოცხალია? 2 საათისათვის მკვდარი იქნება. ასე შევთანხმდით ხომ ისი? რაზე შევთანხმდით? შენ ამ ქალაქში უნდა იყო და არც უნდა იყო. ასე? არა. დღეს საერთოდ არ უნდა იყო. აჰა. დიახ. საერთოდ. Adiós. Adiós, adiós. Როგორ? აი ეს კრეტინი არ უნდა ვიგლოვო? მაგას თუ შევეთაც ბევრი ხავს ჭირის უფალი. იცი! ესე იგი, წელს პატრონს არ უნდა მოусმინო? შენ ისიც გეყოფა გამოვით რომ უსმენ ხოლმე. და სხვათა შორის ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად გიცი. Tfilat, შერიფო, tfilat. ეგ მარტო ჩემი საიდუმლო არა. საიდუმლო. ამაზე მთელი ქალაქი ლაპარაკობს, ამიტომ გაფრთხილებ გიცი. ხალხს თვალში მოეჭირებ. არავითარ შემთხვევაში. დასამალი არაფერი. ზედა პატიოსნაც. ოდითი ვერ გაიგე მაგ შენს რომ ამ ქალაქში პატის არსებენ კიდე. მაშაკრად მომიყვანეთ. მე არ მithოვია. თვალები რა მithოვია. რატომ ამიხნეთ თვალები? ყველა საუხვი ეს თვალები. ზარომ არ დამემახსოვრებინა რა? ეს იგი გეშინია რომ არ გაგექცე. არა შვიდია. მე თქვენი ჩემი ცხოვრება დაუფაროთ ვაკეთებ იმასაც ბერნი. დაიდი ხლების უკან შადია. თო! მე ყოველთვის უგანესეთი პატიოსანი მანდილოსნები. დიახ მე კახპალა. იცი. პროფესიონალი. გაცმავა ამას. აი ამ ქალაქში გისუთო ეს ერთადერთი უპირატესობაც წამართვა. იცი. ჩვენი ქალაქის ზნეობისა და პატიოსნების ბურჯი, ეს არ უნდა დავივიწყო. ჩვენ კი სულ სხვა ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, იცი. ყველანი კარგები ხართ. სუზნეობა და სიწმინდე გაკერიათ პირზე. ისე კი როცა მარტო ნირჩევით, პირუთხვისაგან არ განირჩევით. ამდენისაგან აღარ შეიძლება. მადლობ. ყველანი კარგები ხართ. სუზნეობა და სიწმინდე გაკერიათ პირზე.
ისე კი როცა მარტო რჩებით პირისაგან არ განირჩევით ამდენი საგანა აღარ შეიძლება გალი არა იქ უნდა მივიდე და უნდა ჩავაგდო ეს მე ვიცი რაც უნდა ჩავაგდო მე ახლა მინდა ჩემი ყურით გავიქო კარგად ვიცი ლოთია ბოზია დაგეს ყვილოდა ჩემი ყურით გავიგონე ჩემი ყურით ეყოლა მე აქ ვიცი აი შემართლა პირუთყო გამოშვებით ხამხამობით ხომ გადაეთრეჩა ეხლა აზრზე მოვედი და სინდისმა დედამიტირა მომეცი მე ჩავაგდე არა მე თვითონ აკოსკანიერი ცხოვრებნო ბოლოს და ბოლოს პატრონმა სიმართლე უნდა გაიგოს მან არ იცის რა ხდება ჩვენს ქალაქში ყველას ნეობაზე და სიწმინდეს ლაპარაკობს სინამდვილეში კი ყველა დაღლიტობს და თვალს მაგწობს ატყუებენ ჩვენს პატრონს კაც რომელიც ბოროტებას ებრძვის აქ ყველაფერი აქ მიწერია ყველაფერი როგორც არის ნოტობაზეს დავწერე რომ აღარ დაუნევთ სულ არა თუ მოვიდომებთ ეს ჩვენსაც კი ოქროს კანიონი მცხოვრებნო ბოლოს და ბოლოს პატრონმა სიმართლე უნდა გაიგოს მან არ იცის რა ხდება ჩვენს ქალაქში ყველას ნეობაზე და სიწმინდეზე ლაპარაკობს სინამდვილეში კი ყველა დაღლიტობს და თვალს მაგწობს ატყუებენ ჩვენს პატრონს კაც რომელიც ბოროტებას ებრძვის ყველაფერი იქ მიწერია იქ როგორც არის ნათობაზეს დავწერე რომ აღარ დავლევთ სულ არ თუ მოვინდომებთ ერთ წლედსაც კი ჩვენს ქალაქში ძალიან ფული ხალხი ცხოვრობს რამე რომ იყოს ვერ მოახერხე ხაკედან წასვლას ვერა შენ კი მეუბნები კარგად გექცევიო ოქროს კანიონიდან არ მიდია იცი არა საფერს არ ყველაფერი მინახავს არაფერი არ გამიგონია თეი ჩემი ცხოვრება ვერ გავიგე რითი ხარ უკმაყოფილი კლიენტი ბევრი ყავს ფულსაც ბლომად გიხდია აღარ შემიძლია ამდენი საგანი დაო ახალმა კლიენტმა არაფერი უთქვას არა ჩანთაში რა აქვს არც ისიცი ცუდად მუშაობ დიცი ცუდად შენ ხო იცი რას უშობიან ჩვენში კასპეტი დაო ახალმა კლიენტმა არაფერი უთქვას ჩანთაში რა აქვს იცი ასე ვთქვათ მე ვხვდები ფულს რითიც აკეთებ თუ დავწმუნდი იცოდე არაფერი აღარ გიშვენ
შემოვლული. არა, ასე ვიქნები ზურგში ვიცი არ მესმის. მომისმინეთ ხო? შენ თავი გინდა იმას? არა ისა რაგენ სამდე მართალი ხარ. ჩასაკოლი ვარ. ძეგლი დამიდგი და იფიქრე მორჩა, ვალი გავიშტე. არა. შემოვლული. არა მე შეიციგდილი არ მინდოდა. უცელ გაფათრული დამაგდე, წვეთი წყალი არ დამიტოვე, განა ეს ყველობა. შენთვის წყლის დალევა მაინც არ შეიძლებოდა ის მათარაკი ორივეს ერთი ქონდა რა უნდა მექ. იარაღი რაღაცა მომყარი ერთი ქონდა. მკვდარი მეგონე მკვდარი. შემოვლული. არა ის არაქვენ ასე ვიქნები. რას ვიფიქრები მუცელ გაფათრული ნაწლავებ გადმოყრილი ოდნავ იმედი რომ მქონოდა არ მიგატოვებდი გეფიცი. მოწხედავ განწირული არ ყოფილვარ, გადა. მადლობა ხმეც ის არაქვენ აბა დაუფიქრდი რატომ გაგწირავდი შენგან ისე ვარ დავალებული ის კი არა გახსოვს ბავშვობაში როგორი ლაჩარი ვიყავი შენ კიდე ის არაქვენ კიდეც დამცინოდი მაგრამ მე შეთვის ცუდი არასოდეს არ მდომები შეიძლება მოვბრუნდები მობრუნდი. ისე მოხარული ვარ ცოცხალს რომ ხედავ ისე მოხარული ვარ ისე შეიძლება გადაგიხილო გაიძრე. ისტორია მართალია არაბზადა ვარ საზიზღარი ვარ რაც კიდე ის მიწოდა ყველაფერს ღირსი ვარ მაგრამ ისა რაკენ ერთ რამეში დამიჯერე მე არ მინდოდა შენი სიკვდილი ამდანად ვინდომებდი შენგან ისე ვარ დავალებული ხომ ხედავ უშენოდა რაობა ვარ რაობა მთელი ქალაქი კი ხელთ იგდე. ეს ყველაფერი შენია შენ გეკუთვნის არაკლია მე უბრალოდ მარტო მე რა უფლე ეს ნორას მეხმარები ის არაკლიან რა კი გავიგეთ ის არაკლიან რომ ის როგორც იტყვიან დაიღუპე ყველაფერი როგორც წესია მე მკვიდრეობით იმის ხელში გადავიდე ბოლო კაპიტის ჩათვლით აი ქალდე მე უბრალოდ მართავ ხუთივე უბანმა მოგცა ოქრო დიდძალი ოქრო როგორც შემე ვარაუდობდი გახსოვს არც კი მჯეროდა როცა გვიყვებოდი მაგრამ ისა რაკენ აქ იმდენი ოქრო აღმოჩნდა რომ ხალხის დაქირავება დამჭირდა და წამოვიდა ეხლა ქალაქში ისა რაკენ 3000 მცხოვრებია და სულ შეთვის მუშაობენ მაგრამ ოქროს კანიონის გზა არავინ არ იცის შენ თავს გებიცები აი ნორამაც კი არ იცის უღელტეხილი საიდუმლო მკაცრად შევინახე ვერც აქედან გავა ვინმე და ვერც იქიდან ვერ შემოვა ვერც აქედან და ვერც იქიდან სად არის ნორა? თავის სახლში გაგიშტება რომ გაიგებს უყოოდ დღე შენ გახსენებს შენ მხოლოდ შენ არ ისე სიყვარულიაც მინახეთ გამგონია საოცრება როგორ მივიდი იმას? აი თალკი შესასვლელია მაგრამ მე ქუჩიდან დავდივარ ხომ არ გამეგზავნა ვინმე მოსაყვანო არ არის საჭირო. ისტორია არ არის საჭირო ის თვითონ მოვა შეუძლებელია გულმა არ უგზნოს მოვა ნამდვილად მოვა ჯერ 10 წუთიც არ გასულა მაგრამ მართლა ის არაკეთე შენ როგორ მოხვედი ქვევით ხომ დაცო სულ დავავიწყდა ის ლაპარაკი Yara. გავთოკე. ეს უყალა? ორნი. აი ქვევით კიდე ორნი არიან. აი კიდაც ორნი და იქ საერთოდ. იქ ხედავ მე შენ არაფერს არ გიმალ. შენ რა მართლა გადაწყვიტე რომ ამ ქალაქიდან სიკვდილამდე აღარავინ გააღწიოს.
ეს სხვა გზა არ აგვაქვს, გაახმაურებენ, ქვეყანას მოსდებენ, აქ იმდენი ოქრო აღმოჩნდა, რომ ისა არა ესე ხალხი კმაყოფილია, ბედნიერი, ყველას ჩავაგონე, რომ ოქროს კანიონზე უკეთესად ისინი ვერსად ვერ შევნიან, ისა რადგან თანასწორნი არიან, გინდა თეთრი ყავი, გინდა ზანგი, აჭერის ზებნა უნდა არც სამუშაოსი და რაც მთავარია. სულას გონია რომ საბოლოოდ ოქროს ერთმანეთში გავიყოფთ, ამიტომ ფულსაც ბევრს არ თხოვლობენ, მithom რახან ოქროს საერთოდ თითქოს მათ უნახავდე და უგროვებდე, რომ ისა რა ქვია საბოლოოდ ესე თანაბრად გაუხო. ისა რაკიან ასეც გამოუცხადეთ, ისა გაყოფა მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც განვიწმინდებით ცოდვებისაგან, ძველისგანაც და ახლისგანაც, მაგრამ ისა რა ქვია ეს როდის მოხდება? შენ თვითონ იცი შმაკმა უწყი. ესე რამდენს ლაპარაკობ, თავიც მოგაბეზრე ესე. ხომართლა შენ მათა სად დაიკარგე ამ ხნის განმავლობაში, სად იყავი, რამდენი ხანია რაც ამ ტერიტორიაზე არ გამოჩენილ ხარ ეს დაახლოებით ესე 3 წელი არა 3 წელი და უფრო მეტი ასე არ არის და სად დაიკარგე, სად იყავი ამ ხნის განმავლობაში, მაგის დრო არ არის. სწორია. რა მაგის დრო არ არის, მაგრამ ისე არა කියන მადლობა ღმერთს, რომ ესე როგორც იტყვიან, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ასე არ არის, მადლობა ღმერთს. ჩემთან საუბარი მოსწონდა. მე რატომ არ გამოიქეცი? რა? არ შეგეძლო? არ შეგეძლო.
იმას გადამარჩინეს, მაგრამ როგორც ხედავ, ბოლოს წამოშვის უფლებაც მომწეს. 3 წლის შემდეგ. გაიგე, ვერ გამოვიქცეოდი, გადამარჩინეს. შენ აქ შენით მოხვედი, შენი ნელი. ჩემი ნელი. მინდოდა შენთან ახლოს ყოფილიყარ. მე ბექილმა შენი ანდერძი გამომცადა, აქ გადმოვსახო. მე იცი რომ აქ სიგვდილამდე ვეღარ ამიგა. ვიცი, მაგრამ ხალხი კმაყოფილი. სულ იმას გაიძახიან რა კარგად ცხოვრობ. თუ ხალხი სულ იმას გაიძახის რა კარგად ცხოვრობ, ესე იგი ეს ვიღაცას მოდი ძალიან ამაზე მოვილაპარაკო. შენთან წავიდეთ. ეს მაგიდა მიჩემია. დიდი ხანია? რაც შენ დაგინა. რაღაც გული არ მინდის. თქვენ ბელად სამაგიდაზე იმდენი სიბინძურე შეუთხზავთ, რომ გული არ მინდის. შენ ფიქრობ, რომ ვერ გაგვიძლებს, ხო? დარწმუნებული ვარ ვერა. სამწუხაროა. აი, შიშობ, რომ შენი საწოლიც ვერ გაგვიძლებს. სინჯო, მოგვიანებით. შენ რა? დაჭრილი ხარ? ავათა. ავათა და გეშინია იმ დუცენი არ გადმომედოს, ხო? მეშინია შენგან საკუთარი პორტრეტების სიყვარულის სცენი არ გაგვიძლებს. ესე იგი, каранტინი დიდხანს გასტა. არა. როგორც ვიცი, დღეს აქ ჩემი ხსოვნის პატივსაცემად მიტინგი გაქვს დანიშნული. ერთი სული მაქვს სიტყვით მიმართო თავისუფალი ქალაქის ბედნიერად. მოიცა, შენ გინდა ამათ სიტყვით მიმართო? ღმერთო ჩემო, ესენი ხომ ლოთები არიან? რა, მარტო ლოთები ხომ არ ცხოვრობენ ამ ქალაქში? განგებ ხომ არ ათრობენ ხალხს? რისთვის? ნაკლებად რომ იფიქრონ და იაზრონ. არ ვიცი. ისე კი ამბობდა ლოთობას ვერ უძვი. ო, რა თქმა უნდა. თუ ლოთობა მუშაობას ხელს უსმის. მეტანი ახლა სადა? არაფერია, კარს უკან დგას და ყურს მიხდა. მოიცა. წასულ, ასე რატომ შენ არ იცის ყველაფერს იკადრებს. ვერ გაბედავს? სხვებს გამოიყენებს თვითონ კი სუფთა დარჩენ. ვერ გაბედავს. იცოდე, შენ რომ რამე დაგემართოს, მე თავს მოვიყვე. მეორედ ამას ვერ გავიცი. ნუ გეშინია, ყველაფერი გაგაცნო. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. მაშინ წავიდეთ. შენთან? ხო, ჩემთან. მე ხალხის წინაშე არ გამოვიდე? ჯანდაბას ხალხ. ერთ წუთსაც ვეღარ მოვიწყე. ეგრე გიყვარო არ. უშენოდ. სიცოცხლე არ შემიც. მაშინ წავიდეთ. ღმერთი იყოს შენი მფარველი ამ მაღალი ზნეობის ქალაქში. ამინ. შემოიტანე. ეტლი, ედროს ამეთ მთელი დღეები დავატარებდი და თანაც
სარიელს კი არა. ნეტავი ერთი ის ბავშვი მაჩვენა ამეთვით რომ დასეირნობდა. ეს ხეიბრის ეტლია, კრეტინო. ხეიბრის? ოჰო, ხეიბრის. სად იყო წარმოძებნე? თავის უკან. როგორი გაუბედურებულია. საღებავიც გადასულია, ხო? როგორ ხარს. ეხლა რა უნდა უყოთ პატრონო? რა უნდა უყოთ, გავასუფთავოთ, ცოტა მოვაწესრიგოთ. ვითი? აჰა. თქვენი ყელსახვევით? არაფერია. ჭიჭყიანთაც კარგად მივახტჩობთ. რა? რა და პოთე ხარ? რა არის იმ ჩანთაში? არ ვიცი. ჩემი ბიჭები ჯერაც გონს ვერ მოსულა. შეფრთხილად იყავი სამუშაო არ დაკარგო. რა არის? ბუმბული. ქვები. საღებავი, ფისი, რაც ყველაფერი შეკრია. ნეტავი ვის უპირებს გალამაზებას? ამდენად მოხმედოთ იმუშავე. ეტული მზად გახლა. იქნებ როგორმე აი ამით. მოგერთო? შეგვილამასებინა. ვინ? მინდა ეტლი. ეტული, რა. ვისული? პატრონო თეთრს. ჩუმაწყნარა. შესანიშნავია პატრონო. ლამაზია და შევაცუროთ ჩუმაწყნარა. ხილთან? ხილთან. რატომ და ხალწულობას მოაგონებს. შენ არ იცი და ყველაფერი ამ ეტლიდან დაიწყო. ხალხს უნდა მოვიცადოთ, საწოლი ჩაუტყდა. საწოლი? ხო, საწოლი ჩაუტყდა იმ კახოს იმას. ხედავს ვეღარ გაუძლო. ხდივი იმასთან? იმასთან. ეხქვეს გათელეს ხალხის სიყვარული და პატივისცემა და მე უნდა მოვიწმინო მე, ვინც ეს კახვა წმინდანად ვაქციე. მითხარი რაც არადიან არის. მე დროზე გიქნა. არადიან არის სამსახურის ჩემი ხელი არ უნდაერიოს ეს იმანის აერაკენ. ხალხმა უნდა დასაჯოს. ხალხმა? იახაც ხალხმა უნდა დასაჯოს ის, ვინც ჩვენს თავისუფალ ქალაქს წინააღმდეგები, მაგრამ ის აერაკენ. შერიფო კარგი მსროლელები უნდა იყვნენ სამი ამხიდან სამი ეთოფი ერთდროულად უნდა გავარდეს და ის არაკიან მოულოდნელად, აუცნელად გესმის შერიფო? სად როდის? ხალხს ვერ უბრძანებს თვითონ ირჩევს დროსა და ადგილს. როცა აღშფოთდება ეს არაკიან უпроსორად, როდესაც აღშფოთება უმაღლეს წერტილს მიაღწევს. აივანზე სამნი იქნებით სიკვდილით კი მხოლოდ ერთი უნდა მოკვდეს და ისიც ჩემი სიტყვის შემდეგ ადრე არა გესმის შერიფო? და იახსრულდეს როგორც იტყვიან ხალხის ნება. ბევრიც რომ ეცადოთ ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებით. არაფრის წინაშე არ შედრკება განრისხებული ხალხი და ვერაფერი ვერ იხსნის იმას, ვინც ხალხს სინდის და ნამუს შეუბღალავს. მოვჭი ჩემი სათქმელი უკვე თქვი. ხუხარე ხანგრძლივი ტაში.
სამივე თოფის სამივე მხრიდან ერთდროულად უნდა გავარდეს. ესა რაკიან მოულოდნელად აუცდელად აივანზე სამნი ვიქნებით, სიკვდილით კი მხოლოდ ერთი უნდა მოკვდეს. და ისიც ჩემი სიტყვის შემდეგ. ადრეა. ესმის შერიფო? აბა? საქმეს მიხედეთ. ჯიმი ვნახოთ ერთი როგორი ბიჭი ხარ, მომასმენი ნეტაშები. ოჩა, ფაშასე, ქრივი და პატრონი აივანზე გამოდიან. ჩვენო თანამემამულერო, ოქროს კანიონის ცხოვრებო. ჩვენ დღეს კვლავ შევიკრიბებით ძებთან, რათა პატივი ვცეთ იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც სიცოცხლე ხალხის თავისუფლებას ანაცვალა და ოჩა, ოღონდ არ დაგავიწყდეს მხიარულად. მრავალთა შორის მეც იარაღით ხელში ვიცავდი ხალხის ინტერესებს. მეც გმირის გვერდით ვიდექი ვითარცა მისი მეგობარი და თანამოსაგრე. ოქტაში არ არის. არა უშავს ჯირი. ვილი კვლავ ჩვენთანა, კვლავ გვიყვარს და ვეთაყვანებით მას. დაიასებო ფილიპეს უკუნითი უკუნისამდე დიდება ქვრივს. დიდება ქვრივსა ტაშია გაისმის შეძახილებით ძირს კახტები. რა არის ეს? რას ნიშნავს ბებერო? ძირს კახტები. ჯირი ვიხედე. ვის? მაინც რას გიშალე. შენიშნები უნდა გავაძევოთ ამ ქალაქიდან. მეც ასე ვფიქრობ, შერიფო, მეც ასე ვფიქრობ. ხალხო, გამადე. კიტი გონსმოდის ანუ გიენერ არის. შევიძლია. ვიცი იმედიც ეკავს. მაგრამ ის ვერ გიშალის. რა? იმიტომ კი არ თავღარეთ სიცოცხლებასა და უსგავსება გოტანა. ასეც რას ვაკეთებ? ვითომ ვერ ხვდები. იცოდე განკითხვის გადადგება და მას უსაგებ. ვისი ნაშე? ხალხის წინაშე, ხალხის. ბიჭებო, განაგეთ ქვენზე არ აღზრუნავ? მე ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობ. მეტის სიმართლე ჯანმრთელობას ვნებს ბებერო. მე დასაკარგავი არაფერი მაქვს. ეს არ ვიცოდი, ჩვენ ამაზე კვლავ მოვილაპარაკებ. მე მზად გახლავარ. ეხლა არა ბებერო. მოგცემთ მაგის საშუალებას გულში ნადები გაგვიზიარო. ეხლა კი წადი. მადლობ, იცი და მოთამაშე. როგორ არის საქმე? ძალიან კარგად. ერთი გაიძვერათი ნაკლები. კიდევ ერთი გაიძვერათი ნაკლები იქნება ქვეყანაში. ასე შენ ყველას ამოხოცავ. ალბათ. ბოლო ეგ არის. დაგე? ამდენი გაიძვერა ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს. რა თითქოს ვიღაცამ საგანგებოდ მოუყარა. ასეც არის. მაგრამ იქნებ კმარა. არა, უკვე გვიან არის. არა. რამბალე ცოტა რბილა. არა, ადამიანურად, არ გაგიჩიგება. ჯეკ, მე შენთვის ერთი საჩუქარი აქვს. დაგი. საჩუქარი? მე რატომ? მე შემიძლია ფულის გადახდა. მე შემიძლია ფულის გადახდა. არა. მე შენგან ფულს არ აქვს. არა. ოჰო. ეს უკვე სიყვარულის ახსნას გავს კიდე. რატომაც არა.
შენ არა კიტი აი ამ შეკითხვაზე ცოტა მოგვიანებით გიპასუხო. აი თუ დავრწმუნდები რომ ეს ის საჩუქარია რომელიც მე მინდა. ის არის რაც შენ გინდა. ვისაც კიცისთან საქმე არ აქვს, ისე როგორც შენ სხვათა შორის. დიახ. აბა წავედი. ვითომ?eki მეგონა ჩემი სტანები ბევრი არიან. როგორები და აი ესეთები, ვისაც ჩვენი ცხოვრებისას სამ. მე ამიტი ხარ ჯიმი, მე ამიტი, მაგრამ არაფერი ასაკთან ერთად გაგივლის. რომ არ გამიაროს? მაშინ უმკურნებელი სენი შეგყრია და ეგ არის. რა უკნა რა უყო. თითქოს ყველაფერი ვიცი, ყველაფერს ხედავ. მაგრამ მაინც წამს. კარგია რომ წამს, მაგრამ როცა გეჭდი უკან წავიყვანე. კოჩა ჯიმი, კოჩა. შენი სტანები არიან ამ ქვეყანას ყრებით რომ შენს გონიან. კოჩა, წავედი. ძალიან გთხოვ, სანამ გაიღვიძებდეს, უთხარი რომ ჩემს ოთახში აიტანო. შენ რა, ზარის ხმარ გაგიგონია? გავიგონე? რეკავ, რა, დაპროვდი? მე მგონი მაშინათვე გამოვიქეცი. ეგრე გეგონას. მაპატიე. ის ვერ წამოწია რა. ზა, აბია. აი რა თქვია. რამდენჯერ გაგაფრთხილე, ჩემ ზარის ხმაზე იმ წამს ვიარ გაჩვიმეთქი. ხმას ვივარცხნი. ხმას ვივარცხნი. მე კიდე ხამ საიქიოში გამისტუმრეს ეს კი ზის და თვასით ჩაჩაც. აი ესე თუ ილაპარაკე, მე წავა. აბა როგორ უნდა გელაპარაკო, მაპატიე. ოთში. ზა. რატიან სატოლმა ვერ გაგიწევთ რა? დიახ. ეცგერე? ბეცგერე. არ დახანდებოდა. რა საპირე? უბრალოდ ესეთი უნდა შევაცურო. იქ. იქნებ წასულიყავ. და? იქნებ წასულიყავ. სა? არ ვიცი, მაგრამ ეს ერთადერთი გამოსავალია. ის? ჩვენთვის სამინისტრო. არა, ოღონდ ჩვენთვის არის. შენთვის რა თქმა უნდა უმჯობესია რომ მე სადმე გადავიკარგო შენთვის. თქვენთვის. ორივესათვის. იმის მერე რაც მე შენი პულისათვის ჩავიდნენ მზად ხარ მიმატო და ყველაფერი ხელთ იგდო, არა? მე არაფერი არ მინდა, წადი და ოქროს სანწარი. აქედან ოქროს აღება და შეუძლებელია. რამდენსაც შეძლებ იმდენი მე წაიღო. რამდენს წავიღებ დიდი ეთი მიასედია, მიასედი წავიღო იმის რაც აქ არის. კარგად მოგიფიქრებიათ, მაგრამ ის არ აქიათ, ჩემგან ასე იოდა თავზე. აი წულებდა. ოტრიტოლებულად მადაჩეს. ის რომ ჩამოვიდა? მოიცა სიყვარულზე ლაქაკი არ დამიწყებით, კი არ გადაგაქცია ის არაფერი წმინდანად რომ ბოლოს და ბოლოს მეც დავიჯერო. თავს მამად. იქნებ უფლება არ ამაქვს, მითხარი რომ იცოდე, იქნებ უფლება არ ამაქვს, თორემ ისე გამოდის რომ თქვენს უყურანია წმინდანები ხარ და მარტო მე ვარ არამზადა. მე მგონი საწყენი არაფერი მithქვამს.
ისევ ძველი ამბავი მეორდება. როგორც კი ის მოდის, მე საჭირო აღარავ. აბა რას ამბობ? მე შენ ძალიან გაფასე. უფრო მეტიც მიყვარ ხარ. მოიცა მაგ შენი მოსიყვარულებულით, ხოლო ერთი რამე გინდა რაც შეიძლება მალე მომიცილო თავიდან, მაგრამ ისა არაფერი არ ვიმეორებ, ჩემი თავიდან მოცილება არც ისე იონის საქმეა. რასაპირე? არაფერი. გატარებდა ამერკი ავად რომ და ვინ დაგახია ყველაზე საუკეთესო ჰეკიმები დავით გადამიხადებს სიტიფა იმის მაგირ რატომ წოლილი ხარი აი ამერკს ისე როგორც ნამდვილ ხეიბარ შეეფერებოდა ის არაკლე შენ იმას ისე ნებიადად ვიმოდი ესე რატომ შემახვედი? ისე ფულს ვინ ფულს სადაც მოგცემდა. ცენცაც არ გაიმეტებდა შენ რომ არ ენახე. სავალდებულო სულაც არ იყო მარტო რომ დამტოვე, მაგრამ შენ გინდოდა ასე მომხდარიყო და ასეც მოხდა. მე რეკლამაზე ნუ ვილაპარაკე. შეურაცხყოფ წმინდანად მომოგაქვს თავი ჩემზე კარგად შენ არავინ არ გიცი. ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას აქვს მნიშვნელობა აქ შენ ჩაგიდები მოგაგო შეგახსენო არ არის საჭირო. შენსთან თავხდი კახვა ჩემს სიცოცხლეში არ შემოხვედრე შეიძლება. აშენი ხდება ზარის ხმამ მოგიყვანა თუ არ გახვალ ყველაფერს უამბო. წახვალ თუ არა. არა რასაკვირველია და შენც არაფერს არ უამბ. ისედაც გაიგე. ვერ გაიგებს, ვერ მოასწრებს. შენ რაღაცა გადაწყვეტე. მაგრამ იცოდი არაფერი გამოგება. ჭკვიანი გოგო ხარ ნორა ნუ თუ ვერ ხვდები რომ აღარაფერი არ გამოვა რომ აღარაფერი არ ეშველება ფრთხილად იყავი არჩევანი არ შეგეშალოს თორემ შემდეგ გვიან იქნება იმეორებ არჩევანი არ შეგეშალოს თორემ შემდეგ უკვე გვიან იქნება ერთი აივანზე გამოვიდეს და ესე იგი გადაწყვეტე. მე რა ხალხი გადაწყვეტა ონგი ხარი არაფერი გამოგივა. შენ ჭკვიანი გოგო ხარ ნორა რა თქმა უნდა წელს არაფრის თქმა შეიძლება მაგრამ ის არ არის შენ ამ საქმეს სულთან გამოხვალ შენ საქმე არ შეიძლება აი თურმე სადა რაღაც უცნაურმა ზარის ხმამ გამომაღვიძა. მაინც გადარჩენილა. რატომ გამოიქეცი? უნდა დაგისვენა დაგვიდიხარ. სულაც არა. ჩას ინგელეთთან ცხოვრება ძალიან მოგიხდა. მომიხდა? მე აიქ მივხვდი რომ შენთან ისეთი ალერსიანი არ ვიყავი რომელიც უნდა ყოფილიყავ. მეც არ მიგდია. არა, როცა რამეს კარგავ იმის ნამდვილ ფასს მე რეიგე. მე იქ მივხვდი რა თქმა ფასი ყოფილიყარ ჩემთვის და რამდენი სიტყვა დაგაკეთე. სამაგერო ამეთის მტრება გიხერხება. ყვავილების ნაცვლად ყოველდღე ახალ საწოლს მოგავ. მაგიდას არა? არა, მაგიდა რაღაც მოუხერხებელია. ისე დამტრულ საწოლს მეს მაგიდა მირჩებია. აგი გითხარი ვერ გაგვიძლებს მე. სიჯო. ოვასტრე, თელ ცხოვრება ჯერ კიდევ წინა გვაქვს. ასე ვინ მორთო?
იმას. აქ მოდი, რაღაც უნდა გითხრა. მართალია მამაკაც გრძნობის შეკავება უნდა შეეძლოს სიტყვისაც, მაგრამ უნდა გამოვთქვდე. სისხლისაგან რომ ვიცლებოდი, ძლიერ მომინდა ამეთში წოლილიყავი და შენ ჩემ გვერდზე ყოფილიყავი. კვდებოდი და ვფიქრობდი. ღმერთო, თუ იმის ღირსი არა ვარ, ის ჩემთან იყოს და მის მკლავებზე დავლიოს სული მე. რა ბედნიერი. იყვარვა? იყვარვა? შენ რომ არა მე დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი. რამდენჯერ აღმოჩნდი სამარის პირას რომ იცოდე, მაგრამ რამდენჯერაც გადამეწულა იმედი, იმდენჯერ შენი სახე გამობეცხადა და მხოლოდ ამან მიგოს. აი სწორედ ამან გადამარჩი. რაღაც უნდა გითხრა. ზარიან თოთ მაპატიოთ როგორც იტყვიან ზარიან ხელი ხომ არ შეგიშალე. შეგიშალე. წავალ. ახლავე წავალ. მერტო ჩემო როგორ მიფრინავს დრო არა მე ვიცოდი რომ თქვენ ერთმანეთისათვის ახარ შექმნით წავალ რა თქმა უნდა წავალ გახსოვს როგორ გამაგდე მაშინ მახსოვს ესა ნორა ღამე ჯიბეში ჩავუწვერი ექიმებისათვის საჭირო ფული ერთ სიცოცხლეთ მივიღე დამაგდა მინახა და გამაგდო როცა დღისით კაცი მეგობრობას გეფიცება ხოლო ღამე ჯიბეში გიძრება ნამძინარებზე ცუდად მოქმედებს მაგრამ დილით როცა მანახა შენი თავი რა დღეშიც იყავი რაც ფული მქონდა სულ მივეც მე კაპიკი არ დამიტოვებია ყველაფერი ექიმებს მოუნდათ მე ამისმა გამოხედვამ შეგძრა მისმა ნაღვლიანმა თვალებმა მასში ვედრება დავინახე მაგრამ ღირსებაც და ემან მომხიბლა მართალია მე თხოვნა მეხებს საქმეც მაგაშია რომ არაფერი გითხოვია შენს მაგივრად მე ვთხოვე ნორა მართალია სასტუმროში მოირბინა ფეხებში ჩამივარ და მიშველეო ყველაფერს ფული სჭირდებოდა მე კი არ მქონდა ფული სჭირდებოდა ექიმებს სამლებს აი რატომ ვაჩვენე ამას შენი თავი იძულებული ვიყავი ეს რაკენ ერთი კითხვა მაქვს შენთან ოღონდ გულახდილად აი გულწრფელად მიპასუხე მომცემდი ისე ფულს ეს რომ არ გებიხ არა ხედავ ნორა არა ვიცი რაც ახარ მაგრამ რაც არ უნდა ჩაიდინოს ეს ის კაცია ვინც შენი თავი მაჩუქა ამის დავიწყება არ შევიძლია ბოლოს და ბოლოს ყველა იმისათვის არიბადება რომ გმირი გახდეს გაპატიე მერტოჩე ისეთი რაც მოხდა მაპატიე რაკეტილი შობილება მადლობელი ვარ მაპატია არა ესე ვიკდები ესე მაპატია ნორა წყალი მოუტანე ნორა ხედა აი შენ მაპატია მაგას კი ისე უყვარხარ არ შეუძლია ჩემი პატიება არა მე კი არ მჩირი არა რაც ამურზე უბრალოდ სიტყვა მოიტანა და იმიტომ ვახსენებ ნორა შესანიშნავი ქალია წინვალი ადამიანი ისა რა მთელი ქალაქი ეთაყვანება მას როგორც წმინდას მთელი ქალაქი მის წინ იჩოქებს როგორც წმინდანის წინაშე მთელი ქალაქი მთელი ხალხი მთელი საწყა ხალხი ქალაქი სუგამოიჩის ქალაქი
შემეცი ეხლა აქ მოედანზე მთელი ქალაქი შეიკრიბება შენი ხსოვნის საბათიცემულოდ ხომ არ გამოსულიყავი ხალხის წინაშე და ერთი-ორი სიტყვა ხომ არ გეტყვი. არა, ჯერ მე ვიტყვი რამოდენიმე სიტყვა, შემდეგ შენ გამყო და შენი ტყვი ისია თუ ასე დღეს თუ ხვალ შენს უდეთია, მაინც მოგიწევს ამ ხალხის წინ გამოსვლა, ასე არ არის, ასე არ არის, ალბათ. ასეა, ნამდვილად ასეა. აი ხო ჩვენ რას გავაკეთეთ? ახლა ჩვენ ავდგებით, ჩავიცმევთ ამას, გავალთ აივანზე, მოეჩვენებით ხალხს, რომ ისა რა ქვიან, ცოცხალი ხარ, რომ დაბრუნდი ჯამთელად ხარ და ისა რა ქვიან, როგორც იტყვიან ისა რა ქვიან, ყველაფერი კარგად დამთავრდა, ასე არ არის? ნორა, ძალიან გთხოვა ის მაგიდა განთავისუფლო. მე ვერ გავიგე შენ რა მაგიდა გჭირდება? დიახ, სიტყვას დავამთავრებ თუ არა მაშინვე. ნორა. ხო ქაღალდები აიღო მაგიდიდან. მე მოგეხმარები. მუსიშინ გესმის რას ლაპარაკობ, რა საფრთხე, ის საფრთხე დაუკვირდი და სისულე ესლა ასია ხომ კოცო და ლაშენის სულმანდე სპორტ და ფიცები ნორა მაგიდა განთავისუფლე, ეს ხომ შენი სურვილია. თავი შეიკავე, ნორა, თავი შეიკავე. შენ ერთი გამოსავალი გაქვს. იცხოვრე ისე როგორც ყველა ცხოვრობ და მიიღე იმენი რამდენიც გექნა. მადლობელი ვარ, ნორა, ასრულდა შენი ოცნება, გაიყოფ თოქროს და წახვალ, ძალიან შორს წახვალ და ვერასოდეს ვერ დაბრუნდები და ვერასოდეს ვერ ნახავ იმათ, ვინც აი აქ დარჩება, ვერც დიდებს და ვერც რა ქვია პატარა ბავშვებს ესმის, ნორა. მერა ცვიხარი, როგორი ცვიხარი ისეთი დამჭე. მე მხოლოდ ერთი რამ მქონდა საზრუნავი მთელი ჩემი ცხოვრების და სიცოცხლის განმავლობაში, რომ თქვენ ყოფილიყავით როგორმე კარგად, ბედნიერად, მერა ვინაიდან რა ცვიხარი, როგორი ცვიხარი, ისეთივე დარჩები, ასე არ არისა? თუ იცი ის თქმას ვაპირებ. არა, მაგრამ რაც გინდა ის არის. მე ვიტყვი, რომ ეს მოწოდებები, ეს პორტრეტები სისულელეა. ყველაფერი ეს სიცხულია. ათასობით ადამიანმა იმიტომ კი არ შეწირა თავი მონობის გადაგდებას, რომ ეს კანიონი მახეთ გექცია.
რაც მოგესურვებოდა ის გეკეთებინა. ეს რა, ყველაფერი ხალხი დაუხრა. დიახ, გესმის ნორა. მე იცი რა მოხდება? რაც ხალხს უნდა ის მოხდება. ისაც წასვლას თუ სწავიდეს, ისაც დარჩენა და დარჩენს. მე ოქროს რა უგო. აგითვი უნდა გავწეო. ხალხს უნდა გაუნაწილო. დაპირებას შესრულება უნდა, ისე არ არის? არა, შენ მართალი ხარ, რა თქმა უნდა, ეს კანიონი შენია და შენ როგორც გინდა ისე მოიწევი. ამაში ვერ არის შეგეძებას რა ლაპარაკი უნდა არა, ესე რა თქმა უნდა. ეს კანიონი შენია და შენ როგორც გინდა. რაც გინდა იმას გააკეთებ. მე როგორც ვიყავი, რაც ვიყავი, ისეთივე დავჩები და ეს შენ რა სიტყვინო რა? ეგეც თანახმა. შენ თვითონ თანახმა ხარ, ნორა. მას თქვენ ნებას მაძლევ გავიდე მოედანზე და რა თქვენ გითხარით ყველაფერი ხალხის წინაშე გავიმეორო. როგორც გენებოს. მას ასე მე და თქვენ გავდივართ მოედანზე, შენ დაიწყე. სულ რამოდენიმე სიტყვა. მე ვამბობ ყველაფერს რასაც თქვენს მაღალწნეული ქალაქზე ვფიქრობ. აგრე გამოდის. აქ ინდა გადამატქვები. რა გადაგათქმევი? როგორ გადაგათქმევი? შენ რა დამეთანხმები? არა საერთოდ, მაგრამ თავის მონახე. არა, მე სერიოზულად გეკითხები, შენ რა დამეთანხმები? რა თქმა უნდა, არა. აი ხომ ხედავ? შენ რატომ დადუმდი ნორა? თუ ვწდები წეღან რაღაცის გეშინოდე. მაშინ წავიდეთ. შენ არ მოდიხარ? არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ გამოუსწორებელი კაცი. მოიცა რა შვები არ მესროლო აგი მაყაფი. არ მესროლო აგი მაყაფი. არ მესროლო. არა. გეცი ყველა კაცკაცმა დაგასროლო არ მოკლა. იქ სამი არიან. სამივე მხრიდან ერთდროულად ეს. მართლაც აბა. არა თუის. არა თუის აგი გითხარი. ყველაფერი. განწირულია მეთქი არ გითხარი. არჩევანზე როცა ჩამოგიგდა სიტყვა ხმა არა მოგიღია. არჩევანი არ შეგაშალოს მეთქი. არა არ თქვენ არ მომკლა არ მასროლა არ გაკუებდა. ყველაფერს გაკუებდა. სიტყვე გაკუებდა. აი ჩვენ შვილიცამ შვილიცამ ვისთან აღარ თოლივა ეს კახა ესა. მოსმეებიც ამხარ. ჩემი სამუშაო შენსაზე უარესია. ვიცი. არ შეიძლება ვინმეს ისევე ლაპარაკო ყოველგვარი დაკითხვის გარეშე. არ დაემუქრო. თუნდაც. და რაც თავარი არც მე მეშინო. მეშინია, ერთი კაცისა მეშინია. მე არ მეშინს. სულელო. იმ კაცის უკვე რაღაც მე მეშინია. როგორც ხედავ ამ ქვეყანაზე მარადიული არაფერია. სხვა ყველაფერი შეიცვლება. რა მომელის ამეშველება. იცი, შენ ჭკვიანი ქალი ხარ. მირჩიერა. ოქროს კანიონიდან
ვერავინ ვერ გავა. რაც შენზე თქვა მართალია? ბავშვის ამბავი. შეიძლება ამის დაჯერება. ხომ იცი რა ადამიანიც იყო? გითხრა რომ უნდა მოვეკალი. ხმერთმანდა. მე არაფერი არ ვიცოდი. აშატო მაფრთხილები. მისგან ყველაფერი იყო. არა შენ იცოდი, გავიდოდი თუ არა მოედანზე მესწროდნენ. და არ გამაჩერე, იმიტომ რომ მიხდი რისთვისაც ავარ მოსული. შენ მიყვარ ხარ და მთავარია ესა. შესაძლოა, მაგრამ შენი პორტრეტები უფრო მეტად გიყვარს. და ედომ წინააღმდეგი არა ხარ ჩემი სიკვდილის. რა სიზავ, რადგან ასე არც მე მაქვს საწინააღმდეგო. კარგა ხანია შენი სურვილი ჩემთვის კანონად იქცა. ეხლა მე გავალ მოედანზე და ყველაფერი მოხდება ისე როგორც თქვით. შენ დაემარჩა. თუ შენ ფიქრობ, მე შენი სიკვდილი მინდოდა. რაცა მაგ ყველაფერი ტყუილია, გესმის ტყუილი. ყველაფერი? არა. არის ზოგიერთი რამ რაც ძნელია სახსნელია. იმიტომ კი არა რომ მე თან დამნაშავედ ვგრძნო. შენ ვერ გაიგე. რატომ და შენს ირგვლივ ყველაფერი წმინდა და მართალი გინდა რომ იყოს. და მათ შორის მე, მაგრამ სამწუხარო ცხოვრებაში ასე არ ხდება. შვენიერება სწალახი და სიბინძური ახლავს. თვით სიყვარულზე. მაგრამ შენ ამას ვერ ხედავ და არც გინდა დაინახო. შვენი მათი მოდგმის სახარდი. შიშრით რომ კვდავოდეს მიწიდან პურის ნაჭერსაც თურმე სრულებით არ გიცნობ. მესაც გეტყვი. ეს ნაძირალა ისე გადამკვა. იმდენი სიკეთე გამიკეთა რომ უას ვერაფერზე ვერ მეუბნებოდი. ხო, ვერაფერზე. მაგრამ მართლაც ბევრი რამ გაგიკეთა. ბევრი რამ კი არა, ყველაფერი. ეს რომ არ ყოფილიყო. მე დღესაც ამ ეპოქში ვიწმებოდი დამბლა. გადაგარჩინა, იმიტომ რომ ვჭირდებოდი. იმიტომ რომ უყვარდი. მაშინაც კი. როდესაც შენი გულისთვის მივატოვე, მაშინაც უყვარდი. არ უნდა მჯეროდეს, მაგრამ მაინც მჯერა. ყველას კედელთან მივაყენებთ. სათითაოდ უნდა აგორ პასუხი. შურის ძიებას ვერავინ ვერ ასწდება. ყველას ნიღაბს ჩამოვხსნით. სააშკაროზე გამოვიყვანთ. ყველას. ჩემი სიტყვა დიდხანს არ გასტარს და შენზედაც ვერაფრის თქმას მოვასწრე. აქ მარჯვეთ ისტორია. ასე მითხრა ერთმა ახალგაზრდა მეკუბოვე. სოთაშორის იმას დიდი მომავალი ენის მშვიდობით. მისცა მამას. თელი სიცოცხლე დავიტანჯე. ჩათვალე რომ ეს შენი გულსაც საგადიკეთებია.
ვიღაცა ხომ უნდა უთხრას სიმართლეა უბედურებს. შედევა მდგომარეობა მძიმე, მაგრამ არა უიმედო. ხალხს ასე გამოუცხადებთ. არავინ იცის, რას იზამს ხალხი. თქვენი სიკვდილის ამბავს რომ გაიგებს. პატრონო. ჩემი დროც დადგა. ნორა? ნორა? სამი წელიწადია ველოდი ამ დღეს. ნუ თუ აღარასოდეს მეღირსება აივანზე შენს გვერდით დგომა. მომენტე ნორა. მომეცი უფლება შენს ერთგულს გაგანდოს ჩემი გეგმები. სხვაგვარად ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავს. თუ არ დამეხმარები, არაფერი გამომივა. შენ ახლა ადგები და გამოხვალ აივანზე ჩემთან ერთად. ხალხი ელოდება პატრონის გამოსვლას და გამოსვლა უნდა მოხდეს. მისი სიტყვა მე უნდა წავიკითხო, მე მდობით აღჭურვილმა პირმა. ამიტომ კითხვის დრო შენ ჩემს გვერდით უნდა იდგე. ადექი ნორა? ხო? ემუდარები? კარგია, შენ გამოხვალ აივანზე ჩემთან ერთად, სხვაგვარად ხალხი არ... ყველაფერი ძველებურად არ რჩება! არაფერი არ შეიცვლება! შენისათვის მინდამი დავჩები! რა მნიშვნელობა აქვს? ვინ იქნება შენს გვერდით? ის! რა თუ იქნებ სხვა! და იფიქრე ჩემს შვილზე! მის მამავალზე! უშენო! სიცოცხლე არ შემიძლია!
გაგვიყვან? გაგიყვან. მაგრამ ჩემ თამარს ხშირად წაგება მოაქვს. მე წაგების არ მეშინია. გაგიყვან. მადლობ. ოქროს კანიონის მცხოვრებლო, ჯენტლმენებო, რასაც პირდებოდნენ და პირდებიან, სიცრუეა. მურავით არ ოქროს ოქროს კანიონის მცხოვრებლო, ჯენტლმენებო, რასაც პირდებოდნენ და პირდებიან, სიცრუეა, სულწყვილია, ნურავით არ ოქროს გაყოფას ნუელით. მე აქ იმისათვის მოვედი, რომ დაგიხსნათ. აი ეს მე აქ იმისათვის მოვედი, რომ დაგიხსნათ. აი ეს მოტოდებები, ეს პორტრეტები სისულელეა. მე ვიცი უღელტეხილზე გადასასვლელი გზა. მე გაგიყვანთ. ჯენტლმენებო, ჩემო თანამემამულეო, ოქროს კანიონის მცხოვრებლო, ბედნიერნი არიან ამ ქალაქის მცხოვრებნი, რამე თუ უსაზღვროა მათი სიყვარული ყველას მიმართ, ვისაც ისინი ჭეშმარიტების გზით მიხავს, სიწმინდისა და სინათლისაკენ. მოვჩი, ჩემი სათქმელი მე უკვე თქვი. ხუხარე ხანგრძლივი ტაში.
რომ იცოდეთ რა კარგია ხრივი ლოგინში მე ეს არაერთხელ გავმიცდია მანდრაგინდა სანატრელი ჩიტის მოკლა თუ გინდა მოხერხებულ ადგილზე უნდა ჩაუსახდე და მოთმინებით ამაზე მოხერხებულ ადგილს ჩვენს ქალაქში ესადვერით